ეს არ ყოფილა დიპლომატიური მისია ტრადიციული გაგებით. ეს იყო კორპორაციული ექსპედიცია საპრეზიდენტო ესკორტით. ყავს მსოფლიოს საუკეთესო და გავლენიანი ბიზნესმენები. ისინი ჩემთან ერთად არიან. ისინი ელიან ვაჭრობას, ბიზნესის კეთებას. დღის წესრიგში სამი საკითხი იდგა: ირანი, ტაივანი და ვაჭრობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავარწმუნებთ ჩინეთს უფრო აქტიური როლი ითამაშოს, რათა აიძულოს ირანი ხელი აიღოს იმ ქმედებებზე, რასაც ის ახლა სპარსეთის ყურეში აკეთებს და გეგმავს. სი ძინპინი ვაშინგტონისგან განსხვავებით ბუნდოვანი საერთოდ არ ყოფილა. მან კაფიოდ დააფიქსირა, რომ ტაივანი ჩინეთისთვის უმთავრესი წითელი ხაზია. სის გაფრთხილება პირდაპირ იყო. თუ ვაშინგტონი ამ საკითხს არასწორად მართავს, ორი ქვეყანა ღია სამხედრო კონფლიქტამდე მივა. ამ კვირაში მთელ მსოფლიოში იხსენებენ ნაქბას, ანუ კატასტროფის დღეს. დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ პალესტინურ მეხსიერებაში ეს ტრაგედია კვლავ ცოცხალია. სანამ მინისტრები პუტინს ეუბნებიან, რომ რუსეთი მსყიდველობითი უნარით მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკაა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეალური მონაცემები ამ ილუზიას ანადგურებს. ეკონომიკური აქტივობა შენელებულია, მოთხოვნის დინამიკა, უხეშად რომ ვთქვათ, შეესაბამება მიწოდების გაფართოების შესაძლებლობებს, თუმცა ინფლაცია კვლავ სამიზნე დონეზე მაღალი რჩება. გამარჯობა. ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. როგორც წინა ეპიზოდებში, დღესაც იმპერიების ბარბაროსობასა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგიყვებით. იმაზე, რასაც მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ნახავთ. თუმცა იმისთვის, რათა ჩვენი ხმა მომავალშიც ისმოდეს, ერთადერთი გზა თქვენი აქტიურობა. გთხოვთ, გახდით ჩვენი მხარდამჭერი ყოველთვიური დონაციით და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. დონაციის ბმულს კომენტარების ოლში ნახავთ. ამ კვირაში დონალდ ტრამპი პეკინში ჩაფრინდა სი ძინპინთან შესახვედრად. ეს მისი პირველი ვიზიტია ჩინეთში ბოლო 8 წლის განმავლობაში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ამერიკა ახლა ირანში ომობს, ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია, ნავთობის ფასი კატასტროფულად იზრდება. ამერიკული ეკონომიკა კი უმძიმეს წნეხს განიცდის და აი ამ ქაოსის ფონზე ტრამპი პეკინში ჩადის დელეგაციით, რომელიც პირველივე წუთიდან გვეუბნება თუ რა სახის ვიზიტია ეს სინამდვილეში. მან თან ათობით აღმასრულებელი დირექტორი წაიყვან: ტიმ კუკი Apple-დან, ილონ მასკი Tesla-დან, ჯენსენ ჰანგი Nvidia-დან, ლარი ფინკი BlackRock-დან და კელი ორტბერი Boeing-დან. მათი ჯამური ქონება 870 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობის თვლიანი შიდა პროდუქტი. ეს არ ყოფილა დიპლომატიური მისია ტრადიციული გაგებით. ეს იყო კორპორაციული ექსპედიცია საპრეზიდენტო ესკორტით. ამ კომპანიებს ჩინეთში გიგანტური ფინანსური ინტერესები აქვთ. მათ სურთ ბაზარი, სურთ კონტრაქტები, სურთ გაფართოება. ტრამპმა ისინი იმიტომ წაიყვანა, რომ მას სამყარო ასე ესმის, როგორც ბიზნეს გარიგებების სერია. სახელმწიფო ვახშამის ადაგრძელოები, ფორმალური ხელის ჩამორთმევები, ეს ყველაფერი თეატრია. რეალური საუბრები ამ დირექტორებსა და მათ ჩინელ კოლეგებს შორის მიმდინარეობს. მხოლოდ იმის თქმამ სურს ჩვენი უდიდესი დელეგაციის სახელით, რომ აქ ყავს მსოფლიოს საუკეთესო და გავლენიანი ბიზნესმენები. ისინი ჩემთან ერთად არიან. ჩვენ მივმართეთ მსოფლიოს ტოპ 30 ლიდერს და თითოეულმა მათგანმა თანხმობა განაცხადა. მე არ მინდოდა კომპანიების მეორე ან მესამე პირები. ვითხოვდი მხოლოდ პირველ ნომრებს. ისინი დღეს აქ არიან, რათა პატივი მიაგონ თქვენ და ჩინეთს. ისინი ელიან ვაჭრობას, ბიზნესის კეთებას. და ეს პროცესი ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ორმხრივი და თანაბარუფლებიანი იქნება. როგორც ცნობილია, დღის წესრიგში სამი საკითხი იდგა: ირანი, ტაივანი და ვაჭრობა. და სამივე შემთხვევაში შედეგი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რისი ჩვენებაც თეთრ სახლს სურდა. დავიწყოთ ირანით, რადგან ეს დღეს პლანეტაზე ყველაზე მწვავე კრიზისია. თებერვლის შემდეგ ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილია. ტრამპი კი პეკინში ნაწილობრივ იმ იმედით ჩავიდა, რომ სი ძინპინი გამოიყენებდა თავის კავშირებს ირანთან სრუტის გასახსნელად. ჩინეთი ირანის უმსხვილესი კლიენტია. ირანული ნავთობი ჩინეთის იმპორტის 15%-მდეა. თეორიულად ჩინეთს აქვს გავლენის ბერკეტი. ტრამპს ამ ბერკეტის სამუშაოება სურდა. თუკი ამ სრუტის კრიზისის გამო მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკა იშლება, ისინი ბევრად ნაკლებ ჩინურ პროდუქციას შეიძენენ და ჩინური ექსპორტი მკვეთრად დაიცემა. შესაბამისად, ამ პრობლემის გადაჭრა თავად მათ ინტერესებში შედის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავარწმუნებთ ჩინეთს უფრო აქტიური როლი ითამაშოს, რათა აიძულოს ირანი ხელი აიღოს იმ ქმედებებზე, რასაც ის ახლა სპარსეთის ყურეში აკეთებს და გეგმავს. ჩვენ მათ მკაფიოდ განვუმარტეთ, რომ ირანის ნებისმიერი მხარდაჭერა აშკარად საზიანო იქნება ჩვენი ურთიერთობისთვის. ეს საკითხი ბუნებრივია წამოიჭრება სავაჭრო მოლაპარაკებების დროს. შეხედეთ, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან მკაფიოა.
ჩვენ თავად უნდა შეგვეძლოს საკუთარი პროდუქციის წარმოება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ დამოკიდებული ჩინეთზე ან სხვა რომელიმე ქვეყანაზე. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების 100%-ით მიწოდებაში. პეკინში ტრამპმაც დიდი რიხით განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთნაირად აშფოთებთ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის საკითხი. ჩვენ მართლაც განვიხილეთ ირანის საკითხი. ირანთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ გსურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ჩვენ გსურს სრუტის გახსნა. ჩვენ მას სრულად ვკეტოთ. მათ ჩაკეტეს, შემდეგ კი ჩვენ გადავუკეტეთ ყველაფერი. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ სრუტე გაიხსნას და ჩვენ გსურს, რომ მათ ეს დაასრულონ, რადგან ეს გიჟური ამბავია. ისინი ცოტათი შეშლილები არიან. ეს კი კარგი არ არის. ასე არ გამოვა. მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ქონდეთ ბირთვული იარაღი. თუმცა სანამ ტრამპი პეკინში სი ძინპინთან ერთად ვახშმობდა და მას ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ესაუბრებოდა, ირანულმა წყაროებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინური გემებისთვის სრუტეში ტრანზიტი უკვე დაწყებული იყო. თეირანი ამას ოფიციალურად ადმინისტრაციულ მოსაკრებელს უწოდებს, რაც ჩვეულებრივი სავაჭრო ხარკია. ჩინეთმა საკუთარი პრობლემა ორმხრივად ვაშინგტონის ჩარჩოებისა და ნებართვის გარეშე მოაგვარა. ზუსტად იმ დროს, როდესაც ტრამპი იმავე ოთახში იჯდა და ამტკიცებდა, რომ ორივე მხარეზე გავლენის ბერკეტებს ფლობს. ამ სამიტის ყველაზე მრავლისმეტყველი მომენტი პეკინში არ მომხდარა. ის მაშინ გათამაშდა, როცა ტრამპი უკან ვაშინგტონში ბრუნდებოდა. თვითმფრინავის ბორდზე რეპორტიორებმა ტრამპს პირდაპირ კითხეს ტაივანის თავდაცვის გარანტიებზე, 1982 წლის შეთანხმებების დარღვევაზე, კიბერშეტევებსა და იმ 14 მილიარდიანი იარაღის პაკეტზე, რომელიც კუნძულს სასიცოცხლოდ სჭირდება, თუმცა თეთრ სახლში ხელმოუწერელი დევს. ყურადღება მიაქციეთ, როგორ პასუხობს ამერიკის პრეზიდენტი გლობალური უსაფრთხოებისა და გავლენის სფეროების საკითხს. ბატონო პრეზიდენტო, ისევ ტაივანს რომ დაუბრუნდეთ. თქვენ თქვით, რომ აპირებდით ტაივანის პრეზიდენტთან საკითხის გადამოწმებას. თუმცა 1982 წლის გარანტიების მიხედვით, რომელიც პრეზიდენტმა რეიგანმა გასცა, აშშ-ს არ უნდა გაევლო კონსულტაციები ჩინეთთან ტაივანისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე. მაგრამ ახლა ისე ჟღერს თითქოს თქვენ გაიარეთ კონსულტაციები მასთან. მე ვფიქრობ, რომ 1982 წელი ძალიან შორს არის. დიდი დრო გავიდა, არა? და თქვენ მაინც დაარღვიეთ ეს პირობა. არა, მე ეგ არ მithქვავს. მაგრამ ეს თემა შეხვედრაზე რა თქმა უნდა წამოიჭრა. აბა რა უნდა მექნა? მე თქვა რომ ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან 1982 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მიშლის ხელს. არა, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ იარაღის მიწოდების საკითხზე. მთელი ეს პროცესი ძალიან დაწვრილებით გავიარეთ და მე მივიღებ გადაწყვეტილებას. თუმცა იცით, ახლა ყველაზე ნაკლებად რაც გვჭირდება, ეს არის ომი 9500 მილის მოშორებით. ვფიქრობ ეს ბოლოა რაც ახლა გვჭირდება. ჩვენ ამას კარგად ვარტყმევთ თავს. დაიცავს თუ არა აშშ ტაივანს საქმეზე რომ მიდგეს. მე არ მინდა ამის თქმა. არ ვაპირებ თქმას. არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვინც პასუხი იცის. იცით ვინ არის? მე. მხოლოდ მე. ეს კითხვა დღეს პრეზიდენტმა სინდა მისვა. ვუპასუხე. მე ამაზე არ ვსაუბრობ. დღეს კითხათ გაგზავნიდით თუ არა ჯარს. მან კითხა. დავიცავდი თუ არა მათ. მე უთხარი. მე ამაზე არ ვსაუბრობ. ეს კადრები ნათლად აჩვენებს, რომ ჩინეთმა ტაივანზე სტრატეგიული წნეხის გაძლიერებისთვის იდეალური დრო შეარჩია. პეკინის მატერიალური კალკულაცია მარტივია. შეერთებულ შტატებს ფიზიკურად აღარ გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ აქ და ახლა ვითარების გამწვავების შემთხვევაში ჩინეთს რეალური სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიოს. ვაშინგტონის ავანტიურა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი არსენალის გამოფიტვით დასრულდა. ირანის ომში ამერიკამ თვეების განმავლობაში დაცალა შორმანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ის კრიტიკული მარაგები, რომლებიც წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შესაკავებლად იყო განკუთვნილი. პენტაგონი დღეს ინდუსტრიული იმპოტენციის წინაშე დგას. მათ არ აქვთ სიმძლავრე, რომ ეს დანაკარგები ოპერატიულად შეავსონ. მაშინ, როცა ჩინეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი რეკორდულ ბრუნვაზე მუშაობს და მისი ფლოტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით ფართოვდება. სწორედ ამიტომ, სანამ ტრამპი შორეულ ომებზე უარს აცხადებს და გეოპოლიტიკას კერძო ბიზნეს გარიგებებად აქცევს, ჩინური არმია თითქმის ყოველდღიურად კვეთს სრუტის მედიანურ ხაზს და ღიად გადის კუნძულის ტოტალური ბლოკადის რეპეტიციებს. პეკინმა იცის, რომ ვაშინგტონი ეკონომიკურ და სამხედრო ჩიხშია. ეს ბუნდოვანება და იმპერიული ვაჭრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო გარანტიები ფიქციაა. 23 მილიონი ადამიანის ბედი ორმაზე სახელმწიფომ სავაჭრო მაგიდაზე კერძო ინტერესების საგნად აქცია. სი ძინპინი ვაშინგტონისგან განსხვავებით ბუნდოვანი საერთოდ არ ყოფილა. მან კაფიოდ დააფიქსირა, რომ ტაივანი ჩინეთისთვის უმთავრესი წითელი ხაზია. ჩინურმა სახელმწიფო მედიამ მისი სიტყვები მთავარ სათაურად გამოიტანა
ტაივანის დამოუკიდებლობა და მშვიდობა სრუტეში ერთმანეთთან შეუთავსებელია, როგორც ცეცხლი და წყალი. სის გაფრთხილება პირდაპირ იყო. თუ ვაშინგტონი ამ საკითხს არასწორად მართავს, ორი ქვეყანა ღია სამხედრო კონფლიქტამდე მივა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული სამიტის პირველი დღე დასრულდა. მთავარ სათაურებში ირანის ნაცვლად ტაივანის საკითხმა გადაინაცვლა. პრეზიდენტმა სიმ გააფრთხილა აშშ არ გამოსცადოს ჩინეთის მოთმინება ტაივანთან მიმართებით. მან აღნიშნა, რომ თუ ეს საკითხი არასწორად წარიმართება, მხარეები შესაძლოა ღია კონფლიქტში შევიდნენ, რაც აშშ ჩინეთის ურთიერთობას უკიდურესად სახიფათო ფაზაში გადაიყვანს. ტაივანის ხელისუფლებამ ამას რეგიონში უსაფრთხოების მთავარი საფრთხე უწოდა. შედეგად მივიღეთ ორი რადიკალურად დაპირისპირებული პოზიცია, შუაში კი ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობს. ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მისურიდან სცადა ამ პროცესისთვის დელიკატური ცეკვა დაერქმია. ჩვენ ურთილდებით ტაივანს, მაგრამ ჩინეთში სოიოს მარცვლები უნდა გავყიდოთ. მაგრამ ტაივანი სოიოზე ბევრად მეტია. ეს კუნძული აწარმოებს მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მიკროჩიპების აბსოლუტურ უმრავლესობას. ხელოვნური ინტელექტი, თანამედროვე იარაღის სისტემები და გლობალური ციფრული ინფრასტრუქტურა ყველაფერი დამოკიდებულია კომპანია TSMC-ზე. ეს მიწოდების ჯაჭვი რომ გაწყდეს, გლობალური ტექნოლოგიური კოლაფსი დაიწყება. ამერიკის შეერთებული შტატები მილიარდებს ხარჯავს წარმოების შინ გადასატანად, მაგრამ სრულ დამოუკიდებლობამდე წლები აშორებს. სი ძინპინმა ეს იცის. ტრამპის დელეგაციაში მყოფმა Nvidia-ს ხელმძღვანელმა ჯენსენ ჰანგმანც იცის ეს. და ამ ფონზე იარაღის პაკეტი, რომელიც ტაივანს თავდაცვისთვის ჭირდება, ტრამპის მაგიდაზე ხელმოუწერელი დევს. ახლა კი იმ ამბავზე მოგიყვებით, რომლის მიჩქმალვაც ტრამპის ადმინისტრაციას ყველაზე მეტად სურდა. სანამ ტრამპი პეკინში იყო, Washington Post-მა გამოაქვეყნა პენტაგონის საიდუმლო სადაზვერვო შეფასება. დასკვნა იყო პირდაპირ. ამ ომს ჩინეთი კი არ დაუსუსტებია, არამედ გააძლიერა ის დიპლომატიურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. ყურის ქვეყნებმა, ამერიკის მოკავშირეებმა, რომლებმაც აწლეულები დახარჯეს ვაშინგტონზე ორიენტირებული უსაფრთხოების სისტემის მშენებლობაზე, იარაღის ყიდვის ინტენსივობა ჩინეთისგან დრამატულად გაზარდეს. მიზეზი მარტივია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ომში საკუთარი რაკეტების მარაგი ამოწურა და როცა ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა, ამერიკა საკუთარი პარტნიორების დასაცავად იარაღი აღარ იყო. ამიტომაც მათ პეკინს მიმართეს. პარალელურად ჩინეთი ენერგეტიკულ ალტერნატივად იქცა ნავთობის კრიზისით დაზარალებული ქვეყნებისთვის. და რაც თავარია, ყოველი ნაბიჯი ამერიკელებისა ირანში დეტალურად შეისწავლება ჩინელი ანალიტიკოსების მიერ. პენტაგონის პასუხი ამაზე მხოლოდ ერთი წინადადება იყო. ნებისმიერი მტკიცება, რომ ძალთა ბალანსი შეიცვალა, მცდარია. არანაირი არგუმენტი, უბრალოდ უარყოფა. ენერგეტიკულ თემაზე უნდა შევჩერდეთ და ტემპი შევანელოთ. ეს არ არის მხოლოდ ამ სამიტის დამატება. ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ იგებს ჩინეთი ამ მეტოქეობას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არის მიზეზი, თუ რატომ დააჩქარა ირანის ომმა პროცესები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციას ან არ ესმის, ან უბრალოდ არ აღიარებს. წინა ეპიზოდებშიც არაერთხელ ვთქვით, რომ აწლეულების განმავლობაში გლობალური ეკონომიკა ნავთობზე იდგა. ქვეყანა, რომელიც აკონტროლებს ნავთობს ან იმ მარშრუტს, რომლითაც ნავთობი მოძრაობს, ფლობს უზარმაზარ ბერკეტს ყველა დანარჩენზე. აი რატომაა ჰორმუზის სრუტი ასეთი მნიშვნელოვანი? აი რატომ მიმდინარეობს ომები ახლო აღმოსავლეთში და რატომ დახარჯა ამერიკამ ტრილიონობით დოლარი ყურის რეგიონში სამხედრო ბაზებისთვის? ამერიკული გლობალური ძალაუფლების მთელი არქიტექტურა ეფუძნება ეგრეთ წოდებული პეტროდოლარის სისტემას, ხოლო ყურის მონარქიები ნავთობს ამერიკული სამხედრო ფაროლობის ანაცვლოდ ყიდიან. ეს სისტემა ინარჩუნებს დოლარის დომინაციას და ამერიკულ გავლენას. ჩინეთმა შეხედა ამ სისტემას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქედან გამოსულიყო და არა მხოლოდ კლიმატის გამო. სანამ ჩინეთი დამოკიდებულია ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე, რომელიც ამერიკული ფლოტის მიერ კონტროლირებად მარშრუტებზე გადის, ჩინეთი სტრატეგიულად მოწყვლადია. ერთი კონფლიქტი, ერთი ბლოკადა და ჩინეთის ეკონომიკა შეიძლება დაიხრჩოს. ამიტომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩინეთმა განახლებად ენერგიაში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩადო და დღეს ამის შედეგებს ციფრებში ვხედავთ. გასულ წელს ჩინეთმა 553 გიგავატი ახალი ენერგოსიმძლავრე დაამატა. ამის 80% განახლებადი იყო მზე, ქარი და ბირთვული ენერგია. მხოლოდ მზის ენერგიის გამომუშავება ერთ წელიწადში 53%-ით გაიზარდა. ჩინეთის ენერგიის შენახვის სიმძლავრე, ანუ უნარი შეინახოს მზისა და ქარის ენერგია მაშინაც, როცა მზე არ ანათებს და ქარი არ ქრის, ერთ წელიწადში 75 გიგავატით გაიზარდა. ეს ჩინეთის მზარდ მოთხოვნასაც კი აჭარბებს. ეს უმნიშვნელოვანესი პუნქტია. ჩინეთი მხოლოდ მეტ ენერგიას კი არ აწარმოებს, ის აშენებს ინფრასტრუქტურას, რომ ეს ენერგია იყოს საიმედო და მასშტაბური. ის გზას იკაფავს ნავთობზე დამოკიდებულებიდან გამოსასვლელად, სისტემურად და იმ სისწრაფით, რომელსაც ისტორიაში პრეცედენტი არ აქვს. ამავე წელს ამერიკამ მხოლოდ 53 გიგავატი დაამატა. ეს ჩინეთის წარმოების 10%-ზე ნაკლებია.
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს ნაპრალი სულ უფრო იზრდება, რადგან პოლიტიკური პრიორიტეტი არა ენერგოგარდაქმნა, არამედ არსებული ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის დაცვაა. ეს ომი ამერიკული ნავთობკომპანიებისთვის წარმოუდგენლად მომგებიანი აღმოჩნდა. როცა ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა და ფასები გაიზარდა, ამერიკულმა ნავთობგიგანტებმა თავიანთი მოგების პროგნოზები მკვეთრად გაზარდეს. მათ არაფერი დაუკარგავთ. მათ მოიგეს. მაღალი გლობალური ფასები ნიშნავს მაღალ მოგებას ყველასთვის ამ სექტორში. შესაბამისად, ამერიკის შიგნით არსებობს ძალა, რომელსაც პირდაპირი ფინანსური დაინტერესება აქვს, რომ ეს კონფლიქტი გაგრძელდეს. და ამ ძალას ტრამპის ადმინისტრაციაზე კოლოსალური გავლენა აქვს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ის, რაც ქარის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით მოხდა. ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა პროექტები ნიუ-იორკსა და ჩრდილოეთ კაროლინაში, რომლებიც 1.7 მილიონი ამერიკულ ოჯახს მოამარაგებდა ენერგიით. მათ მხოლოდ ნებართვები კი არ გააუქმეს, არამედ ფრანგულ კომპანია Total-ს 1 მილიარდი დოლარი გადაუხადეს სახელმწიფო ფონდიდან, რათა მათ პროექტი საერთოდ მიეტოვებინათ. 1 მილიარდი დოლარი ხალხის ფული, რათა არ აშენდეს სუფთა ენერგიის წყარო და ნავთობის კომპანიების პოზიციები არ შეირღეს. კარგით, მათ სურთ ამის გაგრძელება. საქმე ისაა, რომ ჩინეთს ნავთობზე ნაკლები დამოკიდებულების გამო ეს საკითხი ისე ძალიან არ ადარდებს. პირველი, ჩინეთმა ბოლო წლებში სტრატეგიული რეზერვები შექმნა. და მეორე, მინდა წარმოგიდგინოთ ორგანიზაცია Carbon Brief-ის კვლევა, სადაც ჩანს თუ რამდენად წინ არის ჩინეთი ენერგორესურსების დივერსიფიკაციისა და რეალური ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის თვალსაზრისით. როდესაც ამერიკელი რესპუბლიკელები და კაპიტალისტები ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრობენ, ისინი მხოლოდ იმას გულისხმობენ, რომ აშშ-ში ბაზირებული ნავთობისა და გაზის კომპანიები მდიდრდებიან. სხვათა შორის ისინი მართლაც კოლოსალურად მდიდრდებიან ირანის ამ ომის ხარჯზე, რადგან ფასების აწევის შესაძლებლობა ეძლევათ. მე ვნახე მათი ფინანსური ანგარიშები. ExxonMobil და სხვა ამერიკული ნავთობკომპანიები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ომი მათთვის ნამდვილი საჩუქარია, რადგან ფასებს ზრდიან და უზარმაზარი მოგება სახლში მიაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მათზე ფიზიკურად საერთოდ არ მოქმედებს. აი ეს არის მათი ენერგოდამოუკიდებლობა. მაქსიმალურად გამოწურონ არსებული ნავთობისა და გაზის კომპანიები, სანამ პლანეტა იწვის. ჩინეთს კი შეუძლია შექმნას რეალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანას მოუტანს ცარგებელს, ნაცვალქემისა, რომ ერთი მუჭი ადამიანების გამდიდრებას გადააყოლოს ყველაფერი. ჩვენ ადრეც ვახსენეთ Carbon Brief-ის ეს მასშტაბური კვლევა. ჩინეთის კოორის ემისიები უკვე 21 თვეა სტაბილურია ან კლებულობს. ძირითადი მიგნებების შეჯამება ასეთია. 2025 წლის მონაცემებით ნახშირორჟანგის გამოყოფა შემცირდა თითქმის ყველა მსხვილ სექტორში, მათ შორის ტრანსპორტში 3%-ით, ენერგეტიკაში 1.5%-ით, ხოლო სამშენებლო მასალების წარმოებაში 7%-ით, კერძოდ ცემენტის წარმოებიდან ემისიების 7%-ზე მეტი კლება დაფიქსირდა. ერთადერთი გამონაკლისი ქიმიური მრეწველობა იყო, სადაც გამოყოფა 12%-ით გაიზარდა, თუმცა საერთო ჯამში მაინც კლება გვაქვს. მაგრამ აი რა არის აქ მთავარი. მზის ენერგიის გამომუშავება წინა წელთან შედარებით 43%-ით გაიზარდა, ქარის 14%-ით, ხოლო ატომური ენერგიის 8%-ით. ამან გამოიწვია ქვანახშირის მოხმარების 1.9%-ით შემცირება. გარდა ამისა, ენერგიის შენახვის სიმძლავრეები რეკორდულად 75 გიგავატით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად უსწრებს ქვეყანაში პიკური მოთხოვნის ზრდას, რომელიც 55 გიგავატს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ენერგოშენახვის სიმძლავრეების ზრდის ტემპი უფრო სწრაფია, ვიდრე მთელი ქვეყნის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. შეგახსენეთ, რომ ჩინეთი ამავდროულად რეკორდულ ტემპით იზრდება. ანუ ისინი ამცირებენ ნახშირბადის ემისიებს, აქვთ იმაზე მეტი ენერგოშენახვის სიმძლავრე, ვიდრე სჭირდებათ და ამავდროულად მეთოდურად თავისუფლდებიან უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულებას. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გააკეთა ის, რასაც ვერანაირი ეკოაქტივიზმი ვერ იზამდა. მან ნავთობზე დამოკიდებულების საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის რეალური და მტკივნეული გახადა. როცა ერთი ვიწრო გასასვლელი იკეტება და საწვავის ფასი ყველგან იზრდება, როცა სასუქი დეფიციტური ხდება, როცა საკვები ძვირდება და ავიაკომპანიების საწვავის ნაკლებობაზე საუბრობენ, ამ დროს ენერგოდამოუკიდებლობა აღარ არის აბსტრაქცია. ეს ხდება გადარჩენის საკითხი. ჩინეთი ახლა მთელ მსოფლიოს ელაპარაკება. ის თავაზობს მათ მზის პანელებს, ელემენტების სისტემებს, ენერგოქსელებს, ინსტრუმენტებს, რომლებიც ქვეყანას საშუალებას აძლევს ენერგია ადგილზე აწარმოოს და აღარ იყოს იმის მძევალი თუ რა ხდება სპარსეთის ყურეში. ჩინეთი ამას პარტნიორობას არქმევს. ის ამას წარმოაჩენს როგორც ამერიკული მოდელის ალტერნატივას, რომელიც ქვეყნებს თხოვს ენდონ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალას. ძალას, რომელმაც ახლახან საჯარო დაჩვენა, რომ ყოველთვის ვერ ასრულებს დაპირებას.
და ეს გზავნილი მუშაობს. ტაილანდი, ავსტრალია, ფილიპინები, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები ისინი დღეს პეკინის ისე უსმენენ როგორც არასდროს. და ეს გზავნილი მუშაობს. ტაილანდი, ავსტრალია, ფილიპინები, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები ისინი დღეს პეკინს ისე უსმენენ როგორც არასდროს. ტრამპი პეკინში ჩავიდა იმ რწმენით, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ჩინეთზე ზეწოლის ბერკეტი იყო. სადაზვერვო ანგარიში კი პირიქით ამბობს. ჩინეთი ყველაზე მეტად არის დაცული ამ ენერგოკრიზისისგან. მას აქვს სტრატეგიული მარაგები, ალტერნატიული გზები და სწრაფად მზარდი განახლებადი ენერგიის ბაზა. ის თავს თავაზობს ყველას, ვინც იტანჯება. გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მეტად დაუცველი არა ჩინეთი, არამედ თავად ამერიკა. ქვეყანა, რომელიც საგარეო პოლიტიკად წელს იმ ნავთობზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს იცავდა, საიდანაც მისი მთავარი მეტოქე ჩუმად და მეთოდურად უკვე გამოდის. მას რა მივიღეთ ამ სამიტისგან? სოფლის მეურნეობის რამდენიმე გარიგება შუა დასავლეთის ფერმერებისთვის, რომლებიც ტრამპისავე ტარიფებმა გაანადგურა. სავარაუდო კონტრაქტები ბოინგისთვის და NVIDIA-ს გზა ჩინეთში, რაც ხსნის, რატომ დაამატეს ჯენსენ ჰანგი დელეგაციას ბოლო წუთს. ტრამპი სახლში დაბრუნდება და იტყვის, რომ გაიმარჯვა. იტყვის ტრილიონებს და ისტორიულს. იმ კომპანიებისთვის, ვინც იმ ოთახში იჯდა, ეს მართლაც შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ამერიკელთა უმრავლესობისთვის განსხვავებული რეალობა. სანამ სხვა საკითხზე გადავალთ, ერთი რამის თქმა მსურს. დასავლური მედია ხშირად ყურადღებას ამახვილებს ხოლმე ეგრეთ წოდებული დიდი სახელმწიფოების კონფლიქტზე. თუმცა ჩვენ უნდა დავსვათ უფრო ფუნდამენტური კითხვა. როგორ მოხდა, რომ 2026 წლისთვის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკური ძალა არის არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ჩინეთიც. ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც 75 წლის წინ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და განადგურებული წერტილი იყო. ჩინეთის ეკონომიკური განვითარება ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტოა. პეკინმა 60 წლეულში შეძლო ის, რასაც დასავლეთ ევროპამ 3-4 საუკუნე მოანდომა. რაც თავარია, ჩინეთმა ამ პროგრესს მიაღწია ყოველგვარი დასავლური ფინანსური თუ მატერიალური დახმარების გარეშე. პირიქით, პეკინი 10 წლეულების განმავლობაში ვაშინგტონის მხრიდან ტოტალური ბლოკადის, იზოლაციისა და მტრობის პირობებში ვითარდებოდა. დასავლელი მემარცხენეები ჩინეთის სასწაულს ჩინეთის კომუნისტობით ხსნიან ხოლმე, თუმცა ეს ზედაპირული შეხედულება. ჩინეთში სინამდვილეში ულმობელი კაპიტალისტური წარმოება და შრომის ბაზარია. საქმე იმაშია, რომ თავის დროზე მათ უარი თქვეს ამერიკის მიერ თავსმოხეულ გლობალურ ეკონომიკურ დიქტატში ჩაჯდომაზე. მათ არ გააკეთეს ის, რასაც ამერიკელი ეკონომისტები და სავალუტო ფონდი 10 წლეულების განმავლობაში ურჩევდნენ. უფრო სწორად კი აიძულებდნენ განვითარებად ქვეყნებს აზიასა თუ ლათინურ ამერიკაში. როდესაც დასავლური კაპიტალი მესამე სამყაროს ქვეყნებში შედიოდა, ფორმულა ყოველთვის ერთი და იგივე იყო. ტოტალური პრივატიზაცია, სახელმწიფო კონტროლის სრული მოშლა, ბაზრების უპირობო გახსნა, უცხოური მონოპოლიებისთვის და ეროვნული ინდუსტრიის განადგურება. ამ რეცეპტმა აფრიკისა და ლათინური ამერიკის ათობით ქვეყანა ვაშინგტონის მუდმივ ვალებსა და ნედლეული სიაყ დანამატად აქცია. ჩინეთმა კი ეს თამაშის წესები თავზე გადაამსხვრია დასავლეთს. პეკინმა გამოიყენა კაპიტალისტური ინსტრუმენტები, მოიზიდა უცხოური ინვესტიციები, გახსნა ქარხნები, მაგრამ ამ პროცესის მართვის სადავოები ხელში დაიტოვა. მათ არ დაუშვეს სახელმწიფოსა და სტრატეგიული სექტორების კერძო, მით უმეტეს უცხოურ კაპიტალზე გადაფორმება. სანამ ამერიკული ნეოლიბერალური დოგმა ქადაგებდა, რომ სახელმწიფო ყველაზე ცუდი მმართველია და ბაზარმა ყველაფერი თვითონ უნდა დაარეგულიროს, ჩინეთმა შექმნა უმძლავრესი სახელმწიფო დაგეგმარების ვერტიკალი. სწორედ ამიტომ არის დღეს ტრამპის პეკინში ვიზიტი ვაშინგტონის სტრატეგიული კრახის აღიარება. ამერიკა შეეჯახა ძალას, რომელსაც ვერც ეკონომიკური სანქციებით დააშანტაჟებს და ვერც კლასიკური ფინანსური ბერკეტებით იმორჩილებს. ეს არ არის იდეოლოგიური ომი კომუნიზმსა და კაპიტალებს შორის, არც ბნელსა და თეთრ შორის. ეს არის დაპირისპირება ამერიკულ ფინანსურ ოლიგარქიასა და ჩინურ სახელმწიფო კაპიტალებს შორის, რომელმაც დაამტკიცა, რომ დასავლური კარნახის გარეშე განვითარება და გლობალური ლიდერობის მოპოვება აბსოლუტურად შესაძლებელია. წინა კვირაში ტრამპი კიდევ ერთი განცხადებით გამოირჩა. რეპორტიორის კითხვაზე აიძულებს თუ არა მას ეკონომიკური კრიზისი ირანთან შეთანხმების მიღწევას, ტრამპის პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო. ბატონო პრეზიდენტო, როდესაც ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებთ, რამდენად ახდენს გავლენას ამერიკის ფინანსური მდგომარეობა თქვენს мотивაციაზე, რომ შეთანხმებას მიაღწიოთ? არც კი განიხილება. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, როდესაც ირანზე ვსაუბრობ, არის ის, რომ მათ არ უნდა გქონდეთ ბირთვული იარაღი. მე არ ვფიქრობ ამერიკის ფინანსურ მდგომარეობაზე. არავისზე არ ვფიქრობ. მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს. სულ ეს არის. ეს ერთადერთი რამაა, რასაც რეალურად აქვს მნიშვნელობა. ირონიულია, რომ კაც, რომელსაც ამერიკა უპირველეს ყოვლისა ეკერა პირზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ეკონომიკური საკითხები არ ანაღლებს. მონაცემები მოწმობს, რომ იმპერიულ ამბიციების ფასს ამერიკელი მომხმარებელი საკუთარი ჯიბიდან იხდის.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი თითქმის 4%-ით გაიზარდა, რამაც 2023 წლის შემდეგ პირველად გადაუსწრო ხელფასების ზრდის ტემპს. კიდევ უფრო საგანგაშოა საბითუმო ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც აპრილში წლიურ ჭრილში 6%-ით გაიზარდა. ეს არის ყველაზე მკვეთრი ნახტომი 2022 წლის შემდეგ. ინფლაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები და ენერგეტიკული კრიზისისგან გამოწვეული ეფექტია. ტრამპის განცხადება აშიშვლებს ვაშინგტონის სრულ მოწყვეტას რეალობისგან. ტრამპი ცდილობს ირანს აჩვენოს, რომ მასზე შიდა პოლიტიკური წნეხი და გლობალური რეცესიის საფრთხე არ მოქმედებს, თუმცა თეირანში შესანიშნავად ხედავენ ამერიკულ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდას და მოსახლეობის უკმაყოფილებას. ამ ფონზე პენტაგონის მცდელობა ირანთან ზავის ჩაშლის შემთხვევაში სამხედრო ოპერაციას სახელი შეუცვალოს და ურო დაარქვას მხოლოდ კომიკურად გამოიყურება და იმპერიის ადმინისტრაციულ უსუსურობაზე მიუთითებს. პარალელურად დიპლომატიურ ფრონტზე ისრაელი საკუთარ კლასიკურ ტაქტიკას მიმართავს. როგორც კი ირანთან მოლაპარაკებები მშვიდობიანი შეთანხმების კონტურებს აჩენს, თელ-ავივი მედია თავდასხმას იწყებს უშუალო შუამავლებზე. ამჯერად სამიზნე პაკისტანი გახდა, რომელიც ამერიკა, ისრაელის და ირანის შეხვედრებს შუამავლობას უწევს. პრო-ტრამპისტული და სიონისტული კაპიტალის მქონე ტელეკომპანია CBS-მა დაუყოვნებლივ გაავრცელა დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს პაკისტანი ირანს საკუთარ სამხედრო ბაზებს უთმობს, ხოლო ბენიამინ ნეთანიაჰუმ პაკისტანი ისრაელის წინააღმდეგ ბოტების ფაბრიკის მართვაში დაადანაშაულა. ეს ზუსტად იმეორებს ღაზის სექტორის კრიზისის დროს გამოყენებულ მოდელს, როდესაც ისრაელი კატარელ შუამავლებს დაესხათავს. თელ-ავივი საკუთარი ამერიკული აქტივების, მაგალითად სენატორ ლინცი გრემისა და კონტროლირებადი მედიის საშუალებით სისტემურად ბლოკავს ნებისმიერ დიპლომატიურ ალტერნატივას, რათა ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან სრულმასშტაბიან სამხედრო შეჯახებაში ისევ დატოვოს. Are you aware of reports that Pakistan გენერალ კინ, ფლობთ თუ არა ინფორმაციას იმ ცნობების შესახებ, რომ პაკისტანი ირანულ თვითმფრინავებს საკუთარ ბაზებზე განთავსების უფლებას აძლევს? სერ, მე ვნახე ერთი ანგარიში ამის შესახებ. და ეს ინფორმაცია ზუსტია? სერ, ვფიქრობ საიდუმლოების კლასიფიკაციის სხვადასხვა საკითხებიდან გამომდინარე, ნება მომეცით ასე კითხოთ. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, გვეთანხმებით, რომ ეს აბსოლუტურად შეუსაბამოა სამშვიდობო მედიატორის სტატუსთან? სერ, მე არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება პაკისტანში მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე. ბატონო მდივანო, თუ კი მედიატორი ირანს უფლებას აძლევს, მისი სადაძვერო თვითმფრინავები პაკისტანის სამხედრო ბაზებზე დააყენოს, თქვენი აზრით ეს შეესაბამება სამართლიანი შუამავლის როლს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მსურს ამ მოლაპარაკებების პროცესში ჩარევა. მე მაქსიმალურად, მე კი სწორედ რომ მსურს ამ მოლაპარაკებებში ჩარევა. მე პაკისტანს იოტისოდენადაც არ ვენდობი. თუ ისინი მართლაც განათავსებენ ირანულ თვითმფრინავებს საკუთარ ბაზებზე ირანის სამხედრო აქტივების დასაცავად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა შუამავალი უნდა ვეძებოთ. გასაკვირიც არ არის, რომ ეს წყეული საქმე ადგილიდან არ იძვრის. ასე რომ მე ვაფასებ ყველაფერს, რაც გააკეთეთ და მხარს გიჭერთ. მაგრამ როდესაც საქმე პაკისტანსა და ჩინეთს ეხება, უკვე ყელში ამოვიდა, საკმარისია. რა არის ირანის რეალური მოთხოვნები? მოლაპარაკებების დროს 3 პუნქტი გამოიკვეთა. ამერიკულ-ისრაელური დარტყმების შედეგად მიყენებული ზარალის რეპარაცია, ჰორმუზის სრუტეზე სრული სუვერენიტეტი, ანუ ნავიგაციის რეგულირების უფლება და სანქციების სრული გაუქმება. ვაშინგტონმა ამ პირობებს უსარგებლო ნაგავი უწოდა. თეირანმა კი ამერიკულ კონტრწინადადებებს არაადეკვატური მოთხოვნები. პროცესი ამ დროისთვის ჩიხშია შესული. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებების არასტაბილურ და არასერიოზულ ხასიათზე საუბრობს და იცრები ამერიკული მხარისკენ გადააქვს. پیام‌های متضاد گفت سخنان متضاد و ამერიკელების მხრიდან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი გზავნილი, წინააღმდეგობრივი განცხადება და არალოგიკური გადაჭარბება ისმის, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ნებისმიერ მოლაპარაკებასა და დიპლომატიურ გზას. ის რაც ითქვა, თითქოს ამერიკამ უარყო ირანის წინადადება, ან ირანის პასუხი ამერიკულ ინიციატივაზე, რამდენიმე დღის წინანდელ ამბავს ეხება. როდესაც ყოველ შემთხვევაში ბატონმა ტრამპმა ტვიტი გამოაქვეყნა და ეს მიუღებლად გამოაცხადა. თუმცა ამის შემდეგ ჩვენ კვლავ მივიღეთ ახალი სიგნალები ამერიკული მხარისგან, რაც მიუთითებს, რომ მათ სურთ დიალოგისა და ურთიერთობის გაგრძელება. დღეს ეს თემა მედიაში ხელახლა როგორ აგორდა, ჩემთვის უცნობია, მაგრამ თავად ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. პარალელურად საერთაშორისო გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანზე ფარული სამხედრო დარტყმები განახორციელა. მათ შორის კუნძულ ლავანზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს ოპერაცია თეთრი სახლის თანხმობით მოხდა, რომელიც მიესალმება ყურის მონარქიების ჩართვას ამ კამპანიაში.
ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტის გეოგრაფია იმაზე ფართოა, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ. მონაწილე ქვეყნების და სამიზნეების რაოდენობა იზრდება, თუმცა ეს სრუტის გახსნასთან საერთოდ არ აახლოებს პროცესს. თუმცა სანამ მოლაპარაკებების კიდევ ერთი უშედეგო რაუნდი ჩაიშლება, სპარსეთის ყურეში გლობალური კაპიტალიზმის კიდევ ერთი მსხვერპლი იხრჩობა. ეს არის საზღვაო პროლეტარიატი, 20,000-ზე მეტი მეზღვაური, რომლებიც 2 თვეა ჩაკეტილ გემებზე ომის ზონაში არიან მძევლად ქცეულნი. გაერო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მონაცემებით კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე მინიმუმ 10-ზე მეტი მეზღვაური უკვე დაიღუპა. ეს ადამიანები არიან უბრალო მუშები გლობალური სამხრეთიდან, ინდოეთიდან, საქართველოდან, ეგვიპტიდან, ფილიპინებიდან და ინდონეზიიდან. ისინი მუშაობენ ნავთობის ტანკერებზე, კონტეინერ მზიდებსა და დამხმარე გემებზე. ამ დროისთვის სპარსეთის ყურეში 1500-მდე გემია ბლოკირებული, რომლებსაც პორტებში შესულს უფლებას არ აძლევენ. Mostly, the majority are from the global south, so from the developing countries, India, Georgia. დიახ, მეზღვაურების აბსოლუტური უმრავლესობა გლობალური სამხრეთიდან, ანუ განვითარებადი ქვეყნებიდანაა. ინდოეთი, საქართველო, ეგვიპტე, ფილიპინები, ინდონეზია, მიანმარი. სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეები ზარალდებიან ყველაზე მეტად და როგორც თქვენ სრულიად სამართლიანად აღნიშნეთ, ეგრეთ წოდებული მოხერხებული დროშების სისტემას სამწუხაროდ აკლია გამჭვირვალობა. ჩვენ აშკარად ვდგავართ სიტუაციის წინაშე, როდესაც გემბანზე მყოფი მეზღვაურები, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელნი არიან მიწოდების ჯაჭვისა და გლობალური ეკონომიკისთვის, ჩვენ ხომ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გემები თავისით არ გადაადგილდებიან. სამუშაო ძალის, ბორტზე მყოფი ქალი და კაცი მეზღვაურების გარეშე ეს ხომალდები ვერსად წავოლენ. და ახლა ჩვენ ვხადავთ, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში საერთოდ არ არსებობს მათი დაცვის არანაირი პროტოკოლი. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ელემენტარულ უსაფრთხოებაზე, ფიზიკურ ხელშეუხებლობასა და დაცვაზე. შესავალში თქვენ ახსენეთ, რომ სულ მცირე 10-12 მეზღვაურმა უკვე დაკარგა სიცოცხლე. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. სრულიად მიუღებელია, რომ 21 საუკუნეში საზღვაო ინდუსტრიამ, რომელიც სრულად აცნობიერებს ამ ყველაფერს, წინ არ წამოსწიოს ადამიანური განზომილება და ეს სამუშაო ძალა, რომლის გარეშეც ხაზს უხსვავ, გემები ფიზიკურად ვერ დაიძვრებიან. ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ მათ ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს, არადა მეზღვაურები ბორტზე მუშაობენ და იქვე ცხოვრობენ. ეს მნიშვნელოვანია გვესმოდეს. მეზღვაური ჩვენნაირად არ არის. ჩვენ ვასრულებთ სამუშაო დღეს და სახლში ვბრუნდებით. მეზღვაური კი იქ რჩება. და ახლა ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში ვუყურებთ. ისინი სრულიად დაუცველები, მოწყვლადები არიან და შველას ითხოვენ. აქ ხედავთ კაპიტალისტური ექსპლუატაციის კლასიკურ ანატომიას. ეს ადამიანები მოქცეულნი არიან ორ ცეცხლშუა. ერთ მხარეს არის ომის რეალური საფრთხე, მეორე მხარეს კი სატრანსპორტო კომპანიების კომერციული წნეხი. მეზღვაურებს არ გააჩნიათ ელემენტარული სამართლებრივი დაცვა. კრიზისის ფონზე გემთმფლობელებმა გამოიყენეს საერთაშორისო კანონმდებლობის ხრელები და დაიწყეს შრომითი მიტოვების პრაქტიკა. ასობით მუშას 5, 8 და 11 თვის განმავლობაში საერთოდ არ მიუღია კუთვნილი ხელფასი. მათ არ აქვთ ვიზები, რაც ყურის მონარქიების პორტებში გადასვლისა და თვითმფრინავით სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემდათ. კატასტროფულია მატერიალური პირობები. გემებზე იწურება საკვებისა და წყლის მარაგი. საერთაშორისო ტრანსპორტის მუშაკთა ფედერაციაში შესული შეტყობინებები ადასტურებს, რომ ეკიპაჟის წევრები დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებებიან, ხოლო სასმელ წყალს მხოლოდ რამდენიმე საათით იღებენ დღეში. ამას ემატება სრული საინფორმაციო ბლოკადა. მარტის შუა რიცხვებიდან ბევრ გემზე გაითიშა ინტერნეტი, რის გამოც მეზღვაურებმა ოჯახებთან კავშირი დაკარგეს. ამ მუშების უმრავლესობამ საზღვაო კონტრაქტის მისაღებად კერძო შუამავლებთან გიგანტური ვალები აიღო. ახლა ისინი სამხედრო პოლიგონზე არიან ჩარჩენილები, ფაქტობრივად უფასო სამუშაო ძალად ქცეულნი, ყოველგვარი ფინანსური ანაზღაურების გარეშე. პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს ეგრეთ წოდებული მოხერხებულობის დროშების სისტემა. გემები რეგისტრირებულნი არიან ლიბერიის ან პანამის დროშების ქვეშ, რაც სატრანსპორტო გიგანტებს გადასახადებისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობის მინიმუმამდე შემცირების საშუალებას აძლევს. კრიზისის დროს არც ერთი სახელმწიფო არ დგას საკუთარი მუშების ზურგს უკან, რადგან მათთვის ეს მხოლოდ ბიზნეს რეგისტრაციაა. გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვი, რომელზეც დგას სოფლიო ეკონომიკა, არ მუშაობს ავტომატურად, ის მუშაობს ცოცხალი ადამიანების ხარჯზე, რომელთა ფიზიკური უსაფრთხოება 21 საუკუნის ინდუსტრიისთვის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. სამხედრო მოქმედებები უშუალოდ პორტებთან მიმდინარეობს. მეზღვაურები ბანდარ აბასიდან, ხორამშაჰიდან და კუნძულ ლავანიდან იტყობინებიან, რომ რაკეტებისა და დრონების დარტყმები მათი გემებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ფიქსირდება. კომერციული რეისებისთვის გაწვრთნილი ადამიანები რეალური ომის ეპიცენტრში არიან მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ევაკუაციის ერთადერთი გზა, რომელიც რამდენიმე ასეულმა მეზღვაურმა გამოიყენა, ირანის პორტებიდან სახმელეთო გზით ბუშერისა და სომხეთის გავლით 1800 კილომეტრის გავითარება იყო მრავალდღიანი, უკიდურესად სახიფათო მარშრუტით.
რომლის ხარჯებსაც ისევ თავად მუშები ფარავენ. ეს არის კაპიტალის ომის ნამდვილი ფასი. გემები არცად სწავლენ მუშათა კლასის გარეშე, თუმცა გეოპოლიტიკური კრიზისების დროს ისინი არიან ადამიანები, ვისაც იმპერიები და კორპორაციები სასაკლაოზე ტოვებენ. ამ კვირაში მთელ მსოფლიოში იხსენებენ ნაქბას, ანუ კატასტროფის დღეს. 78 წლის წინ ისრაელის სახელმწიფოს შექმნის პროცესში 750,000-ზე მეტი პალესტინელი ძალადობრივი გზით განდევნეს საკუთარი სახლებიდან, სოფლებიდან და მიწებიდან. ათასობით ადამიანი მოკლეს, მთელი ქალაქები მიწასთან გაასწორეს. გადარჩენილებს თან მხოლოდ იმ სახლების გასაღები შერჩათ, სადაც დაბრუნების უფლება აღარასოდეს მიეცათ. ერთ-ერთი მათგანია მუსტაფა ალ-ჯაზარი. ის 5 წლის იყო, როდესაც 1948 წელს საკუთარი სოფლიდან გაიქცა. დღეს 83 წლისაა და ღაზაში დევნილია, კარავში ცხოვრობს. ამ კვირაში მან შემდეგი რამ თქვა: 1948 წელს, როდესაც გამგდევნეს ჯოჯოხეთში აღმოჩნდით, მაგრამ დღევანდელი რეალობა 1000-ჯერ უფრო მძიმეა. ამ წინადადებაზე დაფიქრება გვმართებს. ადამიანი, რომელმაც პირველი ნაქბა გადაიტანა, ამბობს, რომ ის რაც დღეს ხდება 1000-ჯერ უარესია. ეს არ არის რიტორიკა, ეს ცოცხალი მოწმის ჩვენება. ასე რომ დღევანდელ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს. პირველი, ისრაელმა დადო ფსონი პრინციპზე, რომ მოხუცები დაიხოცებოდნენ, ხოლო ახალგაზრდებს ყველაფერი დაავიწყდებოდათ და ცხოვრებას ჩვეულებრივად გააგრძელებდნენ. თუმცა დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ პალესტინურ მეხსიერებაში ეს ტრაგედია კვლავ ცოცხალია. ჩვენ დღემდე ზეპირად ვიცით ჩვენი სოფლები. ზუსტად გვახსოვს ის სახლები, საიდანაც ძირიანად აღმოგვფრეს და რუკაზე თითოეული მათგანის ჩვენება შეგვიძლია. ჩვენ ხელთ გვიჭირავს იმ საცხოვრებლების გასაღებები, საიდანაც გამოგვყარეს და იმ ქონების საბუთები, რომელიც ისრაელმა მიიდაცა. ისრაელი 1948 წლიდან დღემდე ცდილობს ჩვენ, როგორც ხალხი და როგორც ერთობა, პირწმენდად წაგვშალოს. თუმცა ეს მცდელობა ჩაუფლავდათ, ჩვენი ხალხი კვლავ იქაა, გაუტეხელი და მედგარი. მეორე, ეს დღე ნაკბას, ანუ კატასტროფის უწყვეტობის სიმბოლოა. ნაკბა არ არის წარსულის რომელიმე კონკრეტული, ერთჯერადი ეპიზოდი. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც 1948 წელს დაიწყო და რომელიც მიზანმიმართულად დაიგეგმა საიმისოდ, რომ ისტორიული პალესტინის ტერიტორია მაქსიმალურად გაწმენდილიყო პალესტინელი მოსახლეობისგან, რათა მოშლილიყო ჩვენი როგორც ხალხის არსებობის ფუნდამენტი, ხოლო ჩვენს მიწებზე, სოფლებსა და მამაბაბის საფლავებზე ებრაული დასახლებები დაფუძნებულიყო. ყოველი ქმედება, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ღაზაში იხილეთ, ყოველი სისასტიკე, მასობრივი ძალადობა, მთელი ქალაქებისა და სოფლების მიწასთან გასწორება, ყველაფრის ტოტალური ნგრევა, ადამიანების სისტემურად მზევლად აყვანა და მათი ცოცხალფარად გამოყენება, იმ ელემენტარული ინფრასტრუქტურის განადგურება, რაც საერთოდ შესაძლებელს ხდის ორგანიზებულ ადამიანურ ყოფას. ყოველივე ამის სათავე სწორედ 1948 წელსშია. განსხვავება მაშინდელსა და დღევანდელს შორის მხოლოდ ორ რამეშია. პირველი, ისრაელმა ღაზაში ეს პროცესი 10-ჯერ უფრო აგრესიული და დაუნდობელი გახადა. მოკლულთა რაოდენობა დღეს 10-ჯერ აღემატება 1948 წლის მსხვერპლს. და მეორე, ისრაელმა შეწყვიტა ამ ყველაფრის უარყოფა. 1948 წელს და მომდევნო 10 წლეულებში თელ-ავივი გამუდმებით უარყოფდა ნაკბას, უარყოფდა პალესტინელების როგორც ერისა და სოციალური ჯგუფის არსებობას და ამტკიცებდა თითქოს სახლების საკუთარი ნებით დავტოვეთ. ახლა ეს ფარისევლური ფაზა დასრულდა. ცივილიზებულობის ნიღაბი ჩამოხსნილია და დღეს ისრაელში პალესტინელების აღგვით ტრაბახი ეროვნული სიამაყის საგანად იქცა. სიტყვა ლეაშმიდი, რაც განადგურებას, გაჟლეტას ნიშნავს, არის ტერმინი, რომელიც ყველაზე ხშირად მესმის ისრაელი ექსპერტების, პოლიტიკოსების, პარლამენტარების, მინისტრებისა და თავად პრემიერ-მინისტრასაც კი, როდესაც მან ბიბლიური ამალეყი ახსენა, ციტატა ხალხზე, რომელიც ტოტალურად, ფიზიკურად უნდა განადგურდეს. ამ ჩვენებას ციფრებიც ადასტურებს. ისრაელს ამ დროისთვის ღაზის სექტორის 60% აქვს ოკუპირებული. ეს თავად ნეთანიაჰუმ დაადასტურა. დარჩენილი მოსახლეობა თითქმის 2 მილიონი ადამიანი ტერიტორიის 40%-ზე ნაკლებ ფართობზეა შევიწროებული. ისინი მიყრილნი არიან სანაპიროსთან, საკვების, მედიკამენტისა და თავშესაფრის გარეშე. ისრაელმა ღაზაში კარვების შეტანაც კი აკრძალა. ოფიციალური გამართლება ასეთია: კარვის ბოძებისთვის გამოყენებული ალუმინი შესაძლოა ჰამასმა იარაღის საწარმოებლად გადაამუშავოს. 2 მილიონი ადამიანი პოლიეთილენის პარკების ქვეშ და დამონბილი შენობების ნანგრევებში ცხოვრობს, რადგან საოკუპაციო რეჟიმი კარვების შეტანას კრძალავს. ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც გასულ ოქტომბერში უნდა შესულიყო ძალაში, მხოლოდ ფურცელზე არსებობს.
რეალურად ისრაელი ყოველდღიურად ახორციელებს დარტყმებს. შეთანხმების გაფორმების დღიდან 850-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული. მხოლოდ აპრილში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანზე იერიშები დროებით შეაჩერა, ღაზაზე თავდასხმები 35%-ით გაიზარდა მართთან შედარებით. ეს კონფლიქტების მონიტორინგის ორგანიზაციამ დოკუმენტურად დააფიქსირა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს უფრო მეტი თავდასხმა განხორციელდა ვიდრე მანამდე. რას აკეთებს ამ დროს ტრამპის ადმინისტრაცია? მან კაიროში საგანგებო მომლაპარაკებელი გაგზავნა, რომელმაც ჰამასს გარიგების ამერიკული პირობა გააცნო. ეს პირობა სრული აბსოლუტური ცალმხრივი განიარაღება. იარაღის ჩაბარება პისტოლეტებიდან დაწყებული ხელკეტებითა და წიწაკის სპრეით დასრულებული. ტოტალური განიარაღებიდან 250 დღის შემდეგ ისრაელი განიხილავს ღაზიდან ჯარების გაყვანის საკითხს. ამის სანაცვლოდ პალესტინელები ვერაფერს იღებენ. არანაირი პალესტინური სახელმწიფოს გარანტია, არანაირი პოლიტიკური ჰორიზონტი. ფორმულა მარტივია. განიარაღდით ენდეთ არმიას, რომელიც 2 წელია გმომბავთ და დაელოდეთ 250 დღე, რომ ნახოთ რას გადაწყვეტს ისრაელი. პალესტინელმა ანალიტიკოსმა მუჰამედ შიჰადამ, რომელიც საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს წევრია, ამ წინადადებას ზუსტი სახელი დაარქვა. ეს არის კაპიტულაციის ულტიმატუმი და არა მოლაპარაკება. მან პარალელი ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო შეთანხმებასთან გაავალ. ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას ირას იარაღი მშვიდობის დამყარებამდე არ ჩაუბარებია. განიარაღება იყო მხოლოდ მშვიდობის შედეგი და არა წინაპირობა. 1998 წლის შეთანხმების შემდეგ 10 წელი დასჭირდა იარაღის სრულ უტილიზაციას. მანამდე იარაღი უბრალოდ საცავებში იყო, სანამ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა. ღაზას ახლა ყვითელი ხაზი კვეთს, უხილავი საზღვარი, რომელსაც პალესტინელები 300 მეტრზე ვერ უახლოვდებიან. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ ზონაში გამოჩნდება, ესვრიან. ამ კვირაში ისრაელის მთავრობაში მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა უნდა უყონ ბავშვებს, რომლებიც ამ ხაზთან ვირებით ან ვირებზე ამხედრებულები ჩნდებიან. ერთმა მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა ესროლონ. მეორემ კი ტექნიკური კითხვა დასვა. პირველად ვის უნდა ვესროლოთ, ვირებს თუ ბავშვებს? ეს დებატები მიმდინარეობს იმ ქვეყნის მთავრობაში, რომელიც ამერიკისგან უპირობო სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას იღებს. გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მონაცემებით 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ისრაელის არმიამ და რადიკალმა მოხალისეებმა დასავლეთ სანაპიროზე 70 პალესტინელი ბავშვი მოკლეს. კვირაში საშუალოდ 1 ბავშვი. კიდევ 850 ბავშვი დაშავდა. 2026 წლის მარტში თავდასხმების შედეგად დაშავებული პალესტინელების რაოდენობამ ბოლო 20 წლის მაქსიმუმს მიაღწია. იერუსალიმში კი აღმოსავლეთ იერუსალიმის წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანიზებით გამართულ მარშზე რადიკალური ჯგუფები მუსლიმურ კვარტალში დადიოდნენ და სკანდირებდნენ სიკვდილი არაბებს და დაიწვავს თქვენი სოფლები. მობილიზებული ბრბო თავს დაესხა პალესტინურ მაღაზიებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს. ეს არ არის მარგინალების ქცევა, ეს არის პროცესი, რომელსაც ისრაელის სახელმწიფო გეგმავს და აფინანსებს. პარალელურად კატასტროფაა ლიბანშიც. აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხელმოწერის დღიდან ყოველდღიურად ირღვევა. მარტის შემდეგ ისრაელის დარტყმებს ლიბანში 30000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 1.2 მილიონი კი დევნილად იქცა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მოკლულია 108 სასწრაფო დახმარების თანამშრომელი. განხორციელდა 140 თავდასხმა ამბულატორიებსა და სამედიცინო ინფრასტრუქტურაზე. ამ კვირაში ქალაქ ჟიეში დაბომბვას 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი. განხორციელდა ეგრეთ წოდებული ორმაგი დარტყმა, როდესაც ერთსა და იმავე ლოკაციას მეორედ ბომბავენ სპეციალურად იმისთვის, რომ დაიხოცონ მაშველები და ექიმები. დაჭრილების დასახმარებლად რომ მივიდნენ. UNICEF-ის ცნობით, მხოლოდ გასულ კვირას ლიბანში ისრაელის იერიშებს 59 ბავშვი ემსხვერპლა ან დაშავდა. ვაშინგტონი ამ დროს ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებს მასპინძლობს. ჰეზბოლა ამ პროცესში არ მონაწილეობს. ლიბანის მთავრობა მოლაპარაკებების მაგიდასთან უზის ქვეყანას, რომელიც მას ყოველდღიურად ბომბავს. გაეროს სამშვიდობო ძალები აცხადებენ, რომ ისრაელის არმია მათ გადაადგილებას ტანკებითა და ჯავშან ტექნიკით ბლოკავს. მხოლოდ ერთ კვირაში გაეროს მეთვალყურეებმა ისრაელის მხრიდან ასროლი 1296 ჭურვი დააფიქსირეს, ხოლო ჰეზბოლას მხრიდან 64. პროპორცია აბსოლუტურად მკაფიო. ამ ყველაფრის ფონზე ამ კვირაში მოხდა ის, რაც დასავლურ მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ხდება. ომარ ბარტოვი, ებრაელ-ამერიკელი ისტორიკოსი, ჰოლოკოსტის მკვლევარი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის მიერ გენოციდის საკითხებში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტადაა აღიარებული, ახალ წიგნს აქვეყნებს, სახელწოდებით ისრაელი, რა წავიდა არასწორად. ბარტოვმა აწლეულები დაუთმო ჰოლოკოსტის შესწავლას. 2023 წლის ბოლოს ის წერდა, რომ ღაზაში სამხედრო დანაშაულები ხდებოდა, მაგრამ გენოციდის მტკიცებულებებს ჯერ ვერ ხედავდა. 2025 წელს მას საჯაროდ შეცვალა პოზიცია და New York Times-ში დაწერა: მე გენოციდის მკვლევარი ვარ, მე ვცნობ მას, როდესაც ვხედავ. სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ ისრაელმა New York Times ცილის წამებაში დასდო ბრალი.
მას შემდეგ რაც გამოცემამ ისრაელელი ჯარისკაცები პალესტინელების სისტემურ წამებასა და გაუპატიურებაში ამხილა. ისრაელის მთავრობა The New York Times სასამართლოში ცილისწამებისთვის ჩივილით ემუქრება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გამოცემამ ნიკოლას კრისტოფის რეზონანსული სვეტი გამოაქვეყნა, სათაურით დუმილი, რომელიც პალესტინელთა გაუპატიურებას ხვდება. კრისტოფი დეტალურად აღწერს, ციტატა, ისრაელი ჯარისკაცების, კოლონისტების, გამომძიებლებისა და ციხის მცველების მიერ პალესტინელი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მიმართ განხორციელებულ სისტემურ და ფართომასშტაბიან სექსუალურ ძალადობას. ის ასევე წერს ოფიციალურ ანგარიშებზე, რომელთა მიხედვითაც პალესტინელი პატიმრების სექსუალური წამებისთვის გაწვრთნილ ძაღლებსაც კი იყენებდნენ. მოხარული ვარ, რომ The New York Times-მა ეს მასალები მზის შუქზე გამოიტანა, თუმცა თავად ისრაელში ეს არავისთვისაა ასაიდუმლო. ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი ტელეკამერების წინაშე ამაყად პოზირებდა, როდესაც ციხეებს სტუმრობდა და პალესტინელ პატიმრებს საჯაროდ აყენებდა შეურაცხყოფას. სისტემური წამება, დამცირება და გაუპატიურება ამ ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკად იქცა. აი რა ემართება საზოგადოებას, როდესაც ის გენოციდურ ფაზაში შედის. მე ვუყურებ ისრაელის ამ აბსურდულ პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც ამგვარი ძალადობის ელემენტარულ შესაძლებლობასაც კი უარყოფს. ეს პირდაპირი მნიშვნელობით ჰოლოკოსტის უარყოფაა, რადგან ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ ნაცისტი კომანდირები ზუსტად ასე იყენებდნენ ძაღლებს ებრაელი მსხვერპლის გასაუპატიურებლად. ვიცით, რომ ჩილეს დიქტატურის დროსაც საგანგებო წვრთნიდნენ ძაღლებს მსხვერპლთა საწამებლად. ანუ დღეს ჩვენ ვხედავთ ისრაელს, რომელიც მზადაა ეჭქვეშ დააყენოს ჰოლოკოსტის დროს არსებული დანაშაულებრივი პრაქტიკა და ათეთროს საკუთარი გენოციდი ღაზაში, ოღონდ საკუთარი დანაშაული არ აღიაროს ან თუნდაც ფიქტიური გამოძიება არ დაიწყოს. ახლა ისრაელის ერთადერთი გზა მაცნეზე თავდასხმაა, რადგან საკუთარ თავს სარკეში ვერ უყურებენ. თელ-ავივისთვის ეს ეგზისტენციალური საფრთხეა. The New York Times-ი ხომ ამერიკელი ლიბერალებისთვის ერთგვარი ბიბლია და მთავარი საინფორმაციო ეტალონია. თუკი თემა იქ მოხდა, ის მომენტალურად იქცევა ამერიკული საზოგადოებრივი აზრის დღისწესრიგად. სწორედ ამიტომ ახლა ისრაელის მმართველ ელიტაში ნამდვილი პანიკური შეტევა იწყება. დაუბრუნდეთ პარტოვის წიგნს. ავტორი მიყვება სიონიზმის ისტორიას, ევროპაში ებრაელთა დევნიდან სახელმწიფო შექმნამდე და 1948 წლის მოვლენებამდე. პარტოვი ამბობს, რომ 1948 წელს ისრაელს ჰქონდა შანსი გამხდარიყო ნორმალური სახელმწიფო, მიეღო კონსტიტუცია, უზრუნველყო ყველა მოქალაქის თანასწორობა და ეღიარებინა ნაქბა. ქვეყანამ ეს არ გააკეთა. ამ არჩევანის შემდეგ კი სიონიზმი ტრანსფორმირდა და გახდა მისივე სიტყვებით მზარდად მილიტარისტული, ცენტრალიზებული, ექსპანსიონისტური, რასისტული და როგორც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ხედავთ გენოციდური. ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი გიდეონ ლევი, რომელიც ჰაარეცში წერს, კიდევ უფრო შორს მიდის. ის ამტკიცებს, რომ სიონიზმი რომელიმე კონკრეტულ ეტაპზე კი არ წავიდა არასწორი მიმართულებით, არამედ ის თავიდანვე არასწორ საფუძველზე შეიქმნა. ეს პროექტი თავიდანვე სხვისი მიწის მიტაცებაზე და ხალხის განდევნაზე იყო აგებული და არა თანასწორობაზე. ის, რასაც დღეს ვხედავთ, არის არა გადაცდომა, არამედ ამ იდეოლოგიის ლოგიკური დასასრული. I'm claiming that from the very beginning. მე კი თავიდანვე იმას ვამტკიცებ, რომ სიონიზმმა დასაბამიდანვე მცდარი მიმართულება აიღო. იმ ებრაელებს, რომლებიც პალესტინაში ჩამოვიდნენ, ისევე როგორც ჩემს მშობლებს და ომარის მშობლებს, სხვა წასასვლელი უბრალოდ არ ჰქონდათ. მათთვის ეს მართლაც უსაფრთხო თავშესაფარი და თავის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. თუმცა, ამის გაკეთება სხვამეირადაც შეიძლებოდა. შენ არ შეიძლება მიხვიდე უბანში და ზურგი შეაქციო იმ ხალხს, ვინც იქ შენამდე საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა. სიონიზმი გზას კი არ ასწდა. ის თავიდანვე მყარად მცდარი პრინციპით დაიწყო. იმ რწმენისა და შეგნების გარეშე, რომ ჩვენ ერთად ცხოვრება შეგვიძლია. სიონიზმს არასოდეს უცდია პალესტინელებთან თანაარსებობა. მისი მიზანი ყოველთვის იყო მათი დამორჩილება, დეპორტაცია, მათი სამუშაო ადგილების მიტაცება, მათი სიცოცხლისა და ქონების წართმევა საიმისოდ, რომ გამხდარიყვნენ ერთადერთი ხალხი, ვინც მდინარე იორდანედან ხმელთაშუა ზღვამდე იცხოვრებდა. სწორედ ამაშია ჩვენი ფუნდამენტური განსხვავება. საქმე ის კი არ არის, რომ პროცესში რაღაც აირია. პროცესი თავიდანვე აბსოლუტურად არასწორად დაიწყო. Not something went wrong. Something started wrong. ორივე მკვლევარი ერთ რამეზე თანხმდება. წასვლას არ აუნაპირებს არც პალესტინელები და არც ებრაელები. მილიონობით ადამიანი მდინარე იორდანედან ხმელთაშუა ზღვამდე. მომავლის საკითხი ვერ გადაწყდება დაბომბებით, ეთნიკური წმენდით, ულტიმატუმებით ან ფურცელზე დაწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებებით. მას ჭირდება პოლიტიკური პროცესი, რომლის მიმართ ინტერესი არც ისრაელს და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გააჩნიათ. ნაკბადან 78 წლის შემდეგ ადამიანი, რომელიც 5 წლის ასაკში გაიქცა საკუთარი სოფლიდან, დღეს
ღაზაში ცელოფნის ნაჭრის ქვეშ ცხოვრობს და ამბობს, რომ დღევანდელი დღე 1948 წელზე 1000-ჯერ უფრო მძიმეა, ხოლო მთავრობები, რომელთაც ამ კატასტროფის შეჩერება შეუძლიათ, აგრძელებენ მოლაპარაკებების იმიტაციას, განცხადებების წერას და იარაღის მიწოდებას ისრაელისთვის. უკრაინის ფრონტზე მოსკოვის იმპერიული ნარატივი რეალურ სამხედრო და ეკონომიკურ კრიზისს ეჯახება. ამის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმი გახდა. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ღარიბი და შეკვეცილი. მოედანზე არ გამოჩენილა არც ერთი თანამედროვე ტანკი თუ მძიმე артиლერია. კრემლის პროპაგანდამ ამას ბიუროკრატიული გამართლება მოუძებნა, თუმცა მატერიალური რეალობა სხვა. რუსეთმა ამ ომში საკუთარი მძიმე ტექნიკის უზარმაზარი ნაწილი საბჭოთა მარაგების ნახევარზე მეტი უკვე დაკარგა. ამ დამცირების დასაფარად პუტინს ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით გაფორმებული სამდღიანი სამხედრო ზავი დასჭირდა. კრემლმა ეს მოკლე შესვენება მხოლოდ სულის მოსათქმელად გამოიყენა და ვადის ამოწურვისთანავე უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური ერიში მიიტანა. თუმცა ეს ასოწარკვეთილი შტურმი ფრონტზე რეალურ სურათს ვერ ცვლის. რუსეთის წინსვლის ტემპი კატასტროფულად ეცემა, ხოლო საომარი მოქმედებების 4 წლის თავზე კრემლმა ტერიტორიების წმინდა დანაკარგი განიცადა. კრემლის შიგნით იზრდება იდეოლოგიური კრიზისიც. სერგეი კარაგანოვის ულტრანაციონალისტური ფრთა ღიად აცხადებს, რომ პუტინის ტაქტიკა უშედეგოა და ომის ევროპულ ქალაქებში გადატანასა და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას მოითხოვს. ეს შიდა წნეხი აიძულებს პუტინს საჯაროდ ახსენოს, რომ ეს ამბავი დასასრულს უახლოვდება, რათა საკუთარი საზოგადოება დაამშვიდოს, თუმცა მისი პირობები კვლავ მაქსიმალისტურია. ამ ომში უკრაინამ მთავარი გაკვეთილი ისწავლა. იმპერიებზე დამოკიდებულებას ასიკვდილოა. მას შემდეგ, რაც ტრამპა ირანის ომში ამერიკული არსენალის გამოფიტვის გამო გააუქმა ევროპაში ტომაჰავკის რაკეტების განთავსების გეგმა, კიევმა შექმნა საკუთარი დამოუკიდებელი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. უკრაინულმა გიგანტმა Firepoint-მა საკუთარი თანამგზავრები გაუშვა კოსმოსში, რათა მასკი Starlink-ზე აღარ იყოს დამოკიდებული და აწარმოებს კრუიზულ რაკეტა Flamingos, რომლის მოქმედების რადიუსიც ამერიკული ანალოგებს ორჯერ აღემატება. დღეს გერმანია უკვე კიევთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ იარაღის შესასყიდად. ევროპა ხვდება, რომ ტრამპის პირობებში დაცვის ერთადერთი წყარო უკრაინული ტექნიკა. უკრაინულმა დრონებმა უკვე აიღეს კონტროლი ყირიმის სახმელეთო დერეფანზე, ხოლო შორმანძილზე მოქმედი იარაღი სისტემურად ანადგურებს რუსეთის სიღრმეში არსებულ ენერგოობიექტებს. შედეგი ხელშესახებია. რუსეთში ნავთობის მოპოვება პანდემიის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტმა პირველივე კვარტალში მთელი წლის გეგმას გადააჭარბა. კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან ინდოეთმა ოფიციალურად თქვა უარი რუსულ თხევად გაზზე. კრემლის ეკონომიკური ნარატივი სულ იზოლაციაშია რეალობისგან. სანამ მინისტრები პუტინს ეუბნებიან, რომ რუსეთი მსყიდველობითი უნარით მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკაა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეალური მონაცემები ამ ილუზიას ანადგურებს. ამერიკის შეერთებული შტატების მუშიკუ ერთსულ მოსახლეზე 5-ჯერ აღემატება რუსულს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტით კი მოსკოვის მეზობელი სუპერსახელმწიფო კი არა, ტრინიდადი და ტობაგო გამოდის. შიდა ბაზარზე უკვე დაფიქსირდა კოლოსალური საბანკო პანიკა. მოსახლეობამ ბანკებიდან მილიარდობით ნაღდი ფული გამოიტანა, რადგან ფინანსურ კატასტროფას გრძნობს. რუსეთის მთავრობამ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მკვეთრად შეამცირა. 1,3%-დან 0,5%-ზე ნაკლებ მნიშვნელამდე. ამავდროულად ინფლაციის პროგნოზი 4%-დან 5,2%-მდე გაიზარდა, რის შესახებაც ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა. ეკონომიკის სტიმულირებისთვის ცენტრალურმა ბანკმა აპრილის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობა აღიარებს, რომ ერთი მხრივ ამან სესხები უნდა გააიაფოს, თუმცა მეორე მხრივ ზრდის ფასების სწრაფი მატების რისკს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევამციროთ ძირითადი განაკვეთი წლიურ 14,5%-მდე. ეკონომიკური აქტივობა შენელებულია, მოთხოვნის დინამიკა, უხეშად რომ ვთქვათ, შეესაბამება მიწოდების გაფართოების შესაძლებლობებს, თუმცა ინფლაცია კვლავ სამიზნე დონეზე მაღალი რჩება, ფასების სტაბილური ზრდა 4-დან 5%-მდე ფარგლებშია. გარდა ამისა, საგრძნობლად იმატა ინფლაციური რისკების ალბათობამ, აცხადებენ მთავრობაში. ამის მიუხედავად საკუთარი გარემოცვის ტყუილებით გაბრუებულ პუტინს სჯერა, რომ შემოდგომისთვის მთელ დონბასს აიღებს და კვლავ გეგმავს შეტევას ოდესასა და კიევზე. და ეს ხდება მაშინ, როცა რუსული ძალების ეფექტურობა ისტორიულ მინიმუმზეა. კრემლი ახალ მობილიზაციას ამზადებს, თუმცა ეს რუსული ეკონომიკის საბოლოო განადგურება იქნება. სახელმწიფოს უბრალოდ არ გააჩნია რესურსი მილიონობით ახალი ჯარისკაცის შესანახად და იარაღით უზრუნველსაყოფად. ამიტომაა, რომ დიმიტრი მედვედევის მსგავსი ფიგურები დასავლეთს მხოლოდ ატომური ულტიმატუმებით ემუქრებიან. ეს არის ილუზიების თეატრი, შირიმის მიღმა არაფერი დგას.
რუსული იმპერიალიზმი საკუთარი კორუფციის, სიცრუის და ლოგისტიკური იმპოტენციის ხაფანგშია. ეს ომი არ დასრულდება ერთი კონკრეტული აფეთქებით. ეს იქნება მთლიანი სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური სისტემის სრული მეთოდური კოლაფსი. და ბოლოს, გეოპოლიტიკური მითების, ილუზიებისა და კორპორატიული გარიგებების მიღმა ჩვენს თვალწინ მხოლოდ ერთი უცვლელი კანონზომიერება მუშაობს. იმპერიები ყოველთვის ვაჭრობენ, კაპიტალი ყოველთვის ეძებს მოგებას, ხოლო ამ პროცესის მატერიალურ ფასს სრუტეებში ჩაკეტილი მეზღვაურებიდან დაწყებული, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვებით დასრულებული ყოველთვის ჩაგრული ხალხი იხდის. ამიტომ სანამ გლობალური ელიტები პეკინის ბანკეტებზე თუ ვაშინგტონის კაბინეტებში პლანეტას საკუთარი ამბიციების მიხედვით ინაწილებენ, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. არანაირი ილუზია იმპერიული პროპაგანდის მიმართ, რადგან რეალური ალტერნატივა ყოველთვის იბადება არა გავლენის სფეროების გადანაწილებით, არამედ ჩაგრულთა სოლიდარობითა და დამოუკიდებელი წინააღმდეგობით. დღეისთვის სულ ეს იყო, გემშვიდობებით მომავალ კვირამდე დროებით.